მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. იზრდება იმ ადამიანთა დაპატიმრება და კავება, რომლებიც მონაწილეობდნენ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებაში. გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 ადამიანი. ესენი არიან თმ, ან, დჟ, ბმ, აგ, ეშ, გრ, ვფ, დს, მმ, ახ, კმ და სმ. ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დააკავების მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ასევე აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. აქვე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, იმავე დღეს 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაკავებულია კიდევ 2 პირი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რშ და 1978 წელს დაბადებული სფ. რშ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა, გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის, შესაბამისად დაკავებული გათავისუფლდა. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულს სფ-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. დღეს პრემიერიც გამოვიდა და თქვა კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვიო და ფაქტი ერთია, რომ ეს კურდღლები, რომლებმაც მოინდომეს სახელმწიფო გადატრიალება, იმის შნოც არ აქვს, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ რატომ და რისთვის იყვნენ შეკრებილები. ყველა ემიჯნება პაატა ბურჭულაძეს, აი ამ ზოდელავას. დღეს სხვათა შორის დაკავებული იქნა ნინა სანდერსი, რომელიც ასევე იყო დაკავებული ამ აქციების ორგანიზებით. ერთი რამე უნდა ითქვას ძვირფასო მეგობრებო, რომ ყველაფერი ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც უკვე ჩვენ ვიხილეთ ამათი გარკვეული წარუმატებლობა. აი ეს გუბაზოვიჩი, სანიკიძის შვილი გამოდის და ეხლა იმის გამო, რომ ფარდა ეხადა მის რაღაცა გარკვეულ ლომგულ და ვაჟკაცურ ხასიათს, ეხა უპირისპირდება ტევე პირველს, გამობძანდა ეს და მეო როგორ შემეხეთო თქვენაო. გააკეთეთ. ეს ჩასაფრებით მოხვედით სახლთან და მორალური პედესტალიდან მელაპარაკეთ მე. ანუ თქვენ ლევან სანიკიძეს როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრს, აი საერთოდ არ აინტერესებს თქვენ რაც ქენით. მაგრამ თქვენ მე შემეხეთ ლევან სანიკიძეს დაბადებულს 1999 წლის 26 დეკემბერს ქალაქ თბილისში. კაც რომელსაც უნდა ამ ქალაქში ცხოვრება და დღეს ვიღაცამ გაბედეთ და მე ზუსტად ვიცი ვინც გაბედეთ რომ ესა რა ქვია ეჭქვეშ დაგეყენებინათ ჩემი კაცობა და სიმამაცე ვინ მოგცათ ამის უფლება ჩემო ძვირფასებო აი ეს მითხარით ახლა რომელი ჟურნალისტური ეთიკის ხარტით არის ეს გათვალისწინებული აი მაინტერესებს გულწრფელად და გულახდილად ვინ მოგცა თქვენ ამის უფლება რომ მაინტერესებს
ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს ეს დაგვადექით რა, საპროკურორო დასკვნით. ანაფორები როდის შეიძინეთ და ჯვრები სად გაქვთ ჩამოკიდებული, მაინტერესებს, აქ მღვდლებივით რომ მოგვადექით მე და ამ კაცს და კიდე სხვებს რო დაურეკეთ. აი მაინტერესებს ეს გულწრფელად და გულახდილად ანაფორები სად შეიძინეთ. ან თქვენ ჩემთვის რა მორალური სტანდარტის ადამიანები ხართ, რომ მე ვიღაცა მობრძანდეთ და ასისა რა ქვია, კაჩაობა. ნუ ეს დუქნის ლომი, რომელიც ჩვენ ამ ბაქიბუქობისას ვიხილეთ რა იყო და როგორ იყო, საპნის ბუშტივით გასკდა რა, მისი ვაშკაცობა, მისი ლომგულობა. და საერთოდ ამ ნაცების ყველას, იმიტომ რომ ესენი არიან ხალხი, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი ამოცნობა არის ძალიან ადვილად შესაძლებლები. ერთ-ერთი აქციის მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, წარმოედგინეთ. ეს ვიგინდა რა, ეხა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას. ეს ვიგინდა რა მართლა? მეტი სიტყვა არ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ გამოვიყენოთ, იაშვილიდან გააგდეს იმის გამო, რომ ბავშვებს პარავდა გასაყუჩებელ მორფს. კურნალობისთვის განკუთვნილ მორფს. და ეს ვიგინდა რა გამოდის და ახლა ევროპაზე მელაპარაკება რუსთაველის გამზირიდან, ხო? რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი. კანონის ფარგლებში, მაგრამ საკადრისი მკაცრი პასუხი გაეცემა ყველა უცხოელ აგენტს, რომელიც თავს აფარებს ამ პოლიტიკურ პროცესს. ესენი არიან მარტო ვაშკაცები თუ კი აი სისხლს დაინახავენ. ეხლა ერთი გენახათ რომ მომხდარიყო მართლა აქ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, მე რა განცხადებებს გააკეთებდნენ. მე გამიჯუნა კი არ მოხდებოდა, არამედ პირდაპირ იტყოდნენ რომ კი კაცო ჩვენ ვიყავით, ჩვენ მონაწილეობდით, ჩვენი გაკეთებულია ეს ყველაფერი და არ ვიცი არ დაიღლებოდნენ ამაზე საუბრით. დღეს კი ვხედავთ ამათ რომ აი პირდაპირ საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენო ამ ყველაფერშიო ჩართულებიო არ ვიყავითო და ამ დროს კი ჩვენ ხედავთ რომ პირიქით იყო ყველაფერი. მე მაინტერესებს ახლა კიდე მუხლებზე არის ეს გოგიწულაია? კიდე მუხლებზე დგას? გახსოვს ერთი ეს კაცი როგორ მუხლებზე დავარდნილი გვეუბნებოდა რომ რევოლუცია მოდისო. გოგი, წამოდექი, მან პარალიჩმა არ დაგარტყას შენ. წამოდექი. ოდის კაცობრიული მიაღვა ელკმა ხვარცოფი მოდის რევოლუცია მოდის ათოლო ხალხო ყური დააუგდეთ მიწას როგორ გუგუნებს ბელგიაში ისმის ქართული მიწის გუგუნი ღაღადი მოდის რევოლუცია მოდის, რომელიც დაასამარებს ტირანიას და ოლიგარქიას. გაუმარჯოს ხალხის რევოლუციას, გაუმარჯოს საქართველოს. წამოდექი, იმიტომ რომ რევოლუციის მოსვლამდე არაფერი გეტკიდოს და ეგ რევოლუცია შეიძლება არც მოვიდეს და შენ კიდე შეიძლება გაცივდე მან და მაინც ასაკში ხარ და რაღაცა რამე არ დაგემართოს. რა ვიცი, საპატიმროში რო იყავი, იქ შენმა ადვოკატმა თქვა რომ ამ კაცო რაღაცაო პრობლემები აქვსო და რა პრობლემები ქონდა ვიხილეთ. ყველაზე საგანგაშო რა არის, იცით, გუშინ მოვისმინეთ ჩვენ განცხადება მარინე ჩიტაშვილის თესეუს პროფესორის ფსიქოლოგის, სადაც ის საუბრობს, რომ მაესტრო დამთავრებულიყო სისხლით ყველაფრით უბედურებითო, ეს უფრო კარგი იქნებოდა. ამას ლაპარაკობს პროფესორი. რა იყო მაინც ეს 4 ოქტომბერი ამ ორი მოვლენის გათვალისწინებით, რაიმე ახალი ეტაპი დაიწყო თუ არა? როგორ გითხრათ, მე მგონია რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რო განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ხო? ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, აი მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არა რაციონალურად დაგეგმილი. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მთელი ეს
ასე ვთქვათ. ჩვენ შეჩვეული ვართ ამათი გარკვეული უმსგავსო განცხადებებით, მაგრამ პროფესორი ქალბატონი, რომელიც აი ამ განცხადებებს აკეთებს, აი რაზე არის საერთოდ ლაპარაკი? გუშინ წინ ჩვენ გაჩვენეთ ერთ-ერთი მაგალითად პედაგოგი, რომელიც აქციაზე იყო. ეხლა ეს პროფესორი ქალი ქადაგებს იმას, რომ თურმე ეს სისხლისღვრა და ვაება და უბედურება რო ყოფილიყო კარგი. აი ამან რა ბავშვები უნდა აღვიზარდოს. შეხედავ ჭარმაგი ადამიანია, დაბერდა უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენი გარკვეულწილად ტაძარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯავახიშვილის შეიძლება ეხლა ამის შემდგომ ამ ქალბატონმა გააგრძელოს იქ საქმიანობა. და ეს რო ამას სიტყვის წარმოგიდგენიათ რადონის ბუდე არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და წარმოგიდგენთ სხვა უნივერსიტეტებში რა ხდება. ამიტომ მოუწოდებ ჩვენ განათლების სამინისტროს რომ მიიღოს ზომები იმისათვის რომ გარკვეულწილად დადგეს ამ ადამიანების პასუხისგებლობის საკითხი, თორე სხვაგვარად ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღმოჩნდებით დილემის წინაშე. მარტო უნივერსიტეტებისა და განათლების სისტემაში არსებული დაწესებულებების რაღაცა რეაბილიტაცია, რემონტი არ გვიშველის. საკადრები წვითავენ ყველს, არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც სისხლისღვრისკენ მოუწოდებენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე კარგია თუ სისხლი დაიღრა, ეს ხალხი ასწავლიდეს უნივერსიტეტში. ეს არ შეიძლება, მეგობრებო. ვინ ჩვენი შვილები, ესე იგი შევუშვით ჩვენ გლების ხროვაში. თქვენ არ გეცოდება თქვენი შვილები მაინტერესებს. ეხლა ეს მამულაშვილი, ჩიტაშვილი, ეს მოდიში ბერძენიშვილი რო ასწავლის მაინტერესებს. შეიძლება ხალხო ესეთი რაღაცა რატო გძულთ ასე შვილები თქვენ? აი ეხლა მაგალითად, როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ აი ჩვენ ცოტა მოვერიდოთ, ჩვენ ცოტა რაღაცნაირად, ცოტა სხვაგვარად ვის უნდა მოვერიდოთ, ხალხო? მერე რა რო ცნობადები არიან, მერე რო რაღაცა თითქოს გაუკეთებია. ეს ყველაფერი თუ რამე გააკეთეს ქვეყნისათვის წყალში იყრება, იმიტომ რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ. აგე თურქეთში, სტამბოლში პოლიციამ დააკავა ცნობილი თურქი მომღერლები. ეხლა სახელდაგვარებს არ ჩამოგითვლით, ეხლა ეს უფრო თქვენიცი, თქვენ უყურებთ ზოგიერთები ამ სერიალს დღე-დაღამე, რომელიც გადის. ესე იგი, არავის არ ინდობს თურქეთი, თუ კი ეს ადამიანები არიან ჩართული გარკვეულ თურქეთის გარკვეული ინტერესების წინააღმდეგ და ყველა ესე თურმე ნარკოტიკული და მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების ქვეშ იმყოფებოდნენ ეს თურქი მსახიობები და ცნობილი მსახიობები. თურქეთმა ადგა და ფეთიულა გულენის ყველა უნივერსიტეტი და ყველა სასწავლებელი დახურა არა მარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებში. ჩვენ რატო არ უნდა დავხუროთ ილია უნი? რატო არ უნდა დავხუროთ ჩვენ მაგალითად ეს იული ალასანიას უნივერსიტეტი? რატომ არ უნდა მოვახდინოთ რეორგანიზაცია უნივერსიტეტში? უნდა შეიცვალოს პროფესორები, უნდა შეიცვალოს აკადემიური წრეები, უნდა შეიცვალოს ყველაფერი, თორე ჩვენი შვილები განწირულები არიან დასაღუპავად, ხალხო. ამას ვლაპარაკობ უკვე აი ხმის ჩახლეჩამდე ვლაპარაკობ. რა გავაკეთო? ზოგიერთი მარტო ნაციონალების ლანძღვით და გინებით რო ხარ დაკავებული. სხვა რატო არ ლაპარაკობთ იმაზე, რომ განათლების სისტემაში არის ძირეუცვლილებები. ეხლა წავა ვიღაცა გადასცემს მედალს, გადასცემს დიპლომს, ამითი არ წყდება, ცვლილებებია საჭირო თვითონ განათლების სახელმძღვანელოებში, თვითონ კოლექტივში, თვითონ უმაღლეს გარკვეულ ინსტანციებში, ანუ რაღაცა მაღალ წრეებში, ვინც ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. დავიღუპება საქართველოს წინააღმდეგში. ეხლა ეს ჩიტაშვილმა რა უნდა აღზარდოს, ვინ უნდა აღზარდოს, გეკითხებით თქვენ? და ეხლა მე იცით რა მიკვირს კიდე, ამ 4 ოქტომბრის შემდგომ ესენი საერთოდ ქუჩაში გამოსვლას ვერ უნდა ბედავდნენ. და გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსთაველზე აჩერებდნენ ავტობუსებს, აჩერებდნენ ავტომობილებს და კიდე რაღაცა აქციები და ქუჩის გადაკეტვების ესე იგი იმაზე არიან, რა ქვია, გარკვეულ განწყობებზე. როგორ ვაძლევთ ამათ ამის უფლებას, მაინტერესებს. აღარ შეიძლება ამის მოთმენა მე ფიქრობ მარტო დაკავებებით კი არა, უნდა მკაცრი ღონისძიებები უნდა გატარდეს. არავით არის ქუჩის გადაკვეთა, არავით არის შეკრება ამ სახელმწიფო გადატრიალების მომწყობებს. როგორ შეიძლება კიდე ბედავენ ხვალ მაგალითად აქციას აპირებენ. დუმარეო თუ რაღაცაო. დუმარეთ იყვნენ ციხეში.
არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებას გვიწყობდნენ და ეს ხალხი კიდევ ერთხელ ვერებ ამას აკეთებენ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ყოვლად საგანგაშო ეს, რასაც ჩვენ ეხლა აი ამ ყველაფერს უყურებთ ჩვენ. აი ხა ბატონი პრემიერი გამოვიდა ამაზე ილაპარაკა ვეთანხმები მე მის აი ამ პათოს. მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვთხაროთ ეს სარეველა რომელსაც აქვს ფესვები გადგმული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიღუპებით როგორც ქვეყანა დავასრულებთ მოღვაწეობას, იმიტომ რომ მოდის მომავალი თაობა, რომელიც გაჟღენთილია ამ იდეოლოგიით. მათი შეცვლა, მათი მსოფლმხედველობის შეცვლა კიდე შესაძლებელია თუ ჩვენ აი ამ მედიებს გამოვხდათ. შეიძლება TV პირველი კიდე არსებობდეს, შეიძლება ფორმულა არსებობდეს, შეიძლება კიდევ არსებობდეს მაგალითად ეს ძირბ გამომპალი დასავლური გრანტებით გაჯერებული მედია საშუალებები ხალხო მე არ ვიცი აი ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ მე მეგონა რომ 4 ოქტომბრის მერე ცოტა სხვაგვარად წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ბედი იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენის მოთმენა ამდენის ესე გატარება ამდენი ამ ყველაფრის აი ესეთი აი ამ მიმართულებით რომ ჩვენ აი ამ ყველაფერს უყუროთ ეხა მიდიან ეს უნამუსო ხალხი და ლაპარაკობენ თურმე ესე იგი ყოფილა ამ ყველაფრის დამნაშავე პრეზიდენტის სასახლის ესე იგი ჭიშკარი და ღობე აი ისინი რომ დგარიყვნენ კარგად არაფერი არ მოხდებოდა თურმე ეს ხალხიც ვერ შევიდოდა მივცეთ პასუხისგება ჭიშკარი და ღობე ესე იგი სულელები არიან ესეთ რაღაცებს როგორ იძახიან გავგიჟდი რა გაუგნებული ვარ პირდ ერთხელ ვიმეორებ ამათი მოქმედებებით თურმე ესე იგი ის რახან გადაინგრა ამის ბრალი ყოფილა ეს ყველაფერი რა იქ უნდა ყოფილიყო ბერლინის კედელი აღმართული თურმე საოცრება არის რასაც ჩვენ უყურებთ და ამაზე რა თქმა უნდა ზომები უნდა იქნას მიღებული წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გველი ძალიან დიდი უბედურებები და მე კიდე ერთი მინდა თემას შევეხო იცით რა არის მე მესმის რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული მე მესმის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის აღდგენილი მაგრამ არის რაღაც საკითხები რომელთა დაკავშირებითაც მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები აი გუშინ იყო ვლადიმერ პუტინის დაბადების დღე ჩვენ თუ ამ ქვეყანასთან გვინდა ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ რუსების და პუტინის გული. გუშინ ეხლა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიულოცა პირადად ესე იგი დაბადების დღე Путинс. Президент Азербайджанской республики Ильхам Алиев позвонил президенту Российской Федерации Владимиру Путину. Об этом сообщает пресс-служба азербайджанского лидера. Согласно информации, президент Азербайджана поздравил российского коллегу с днем рождения. Владимир Путин поблагодарил за поздравления. В ходе телефонного разговора состоялся обмен мнениями о текущем состоянии и перспективах отношений между Азербайджаном и Россией. ეს ის აზერბაიჯანია რომელიც არის საკმაოდ დიდი დარტყმის ქვეშ უკვე ხედავთ რომ ერთხელ რო შეხვდა პუტინი ისე ზედაცაც არ შეხედა არის ძალიან ესე დაძაბული ურთიერთობა მაგრამ მიუხედავად ამისა ამ კაცმა აიღო ტელეფონის ყურმილი და დაურეკა პუტინს დაურეკა და მიულოცა იმიტომ რომ მან იცის რომ მისი ქვეყნისათვის არის კატასტროფული რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება და მიულოცა ასევე სომხეთის პირველმა პირმა. მე ვერ გეტყვით ეხა ეს ჩვენი პირველი პირებმა მიულოცეს თუ არა პუტინს რაღაცა ცოტა არ იყოს, არ ვიცი, მეჭვები მაქვს, მაგრამ რაღაცა თუ ჩვენ არ შევცვალეთ ეს რიტორიკა, თუ ამ პარტავნული პოზიციიდან არ გამოვედით, რომ რუსეთი ვალდებულია დაგვიბრუნოს აფხაზეთი, რუსეთი ვალდებულია, რატო არის ვალდებული ვინმე შენზე მაინტერესებს რა? ვალდებული არავინ არ არის ამ ქვეყანაზე რა. ცხოვრება ისე აეწყო რომ ზოგიერთი მამა და დედა შვილს არ პატრონობს, როდესაც გაიზრდებიან და სრულწლოვანი ხარ, წადი შვილო და რაც გინდა ის გააკეთე. მე აღზარდებ. ნათესავი არ არის ვალდებული უკვე რომ რაღაცა მიხედოს, ისეთი ცხოვრება მოვიდა. მე კი არ ვეთანხმები და კი არ მიმაჩნია ესე წავიდა ცხოვრება. რატოა ვალდებული მთელი ცხოვრება რუსეთი ჩვენზე ზრუნავდეს და ჩვენ ვაგინოთ, ლანძღოთ, თათქოთ და გადავუაროთ, გადმოვუაროთ. იმიტომ რომ ასეთი განცხადებები ჩვენ ხო გვესმის უკვე ეთერებშია რა. არა ეს რუსეთის ინტერესებში იყო რომ აჭარა გურია დაგიბრუნა. რუსეთის ინტერესებშია რომ თურქეთისგან დაგიცვას. თქვენ შემთხვევით ცოტა ხო არ გაჟრიალებთ. ესე იგი რუსეთმა აქ სისხლი უნდა ღვაროს და მე შენ ბოდიში და აქ რუსეთის დროშები უნდა დაწვა. თქვენ აზერზე მოდით რებს ლაპარაკობთ საერთოდ რა. ყველა პრობლემა რაც არის ჩვენი აი აქ არის დაკავშირებული რუსეთთან.
და რაღაცა ვიღაცები რო ლაპარაკობთ რომ რაღაცა ის არის რომ ეს ტანკის ლულა არის მოშვერები რომ საქართველოს აი ტანკის ლულამ აიძულა ის რომ თურქეთი არ გადაედგა საქართველოს წინააღმდეგ დაბჭი აი ტანკის ლულამ მოახდინა ის რომ აქ ვერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალა დასავლეთის მიერ იმიტომ რომ იციან რომ აქ ამ შემთხვევაში რუსეთი შეიძლება ჩაერიოს ამ და ის ტანკის ლულა ჩვენს წინააღმდეგ კი არ არის მომარჯვებული ჩვენი მტრების წინააღმდეგ არის მომარჯვებული და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და თუ დაკარგული გვაქვს დაბრუნებად შეგვიძლია ამ ყველაფრის და თუ თქვენ ამას ვერაცნობიერებთ მე მეწოდებით თუ თურქეთს ელაპარაკებით თუ ელაპარაკებით აზერბაიჯანს რომელმაც ჩვენ გარეჯი ჰერეთი წაგვართვა რატომ არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ მაინტერესებს რუსეთს მით უმეტეს აგერ რომ ლაპარაკობთ რუსეთთან ურთიერთობებზე რუსეთთან ურთიერთობების პრიზმაში არის პრობლემები არა მარტო აფხაზეთი და ცხინვალი არამედ არის სხვა პრობლემებიც აი მაგალითად ეხლა არის შეიქმნა უამრავი პრობლემა აი ამ ძღოლებთან დაკავშირებით რომლებსაც ახალი რეგულაციების შედეგად 90 დღე აქვთ უფლება რუსეთში ყოფნისა და ამის გამო ბევრი დეპორტაცია მოხდა და დღეს სხვათა შორის ჩვენ აი ეს ხალხი გვეყოლება ძვირფასო ტელემაყურებლებო სტუმრად ეთერში რომლებთანაც ამ პრობლემებზე ვისაუბრებ და კიდევ ერთი დასტურია ეს პრობლემაც რომ რატომ უნდა გქონდეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა რატომ უნდა ვილაპარაკოთ რუსებთან კარგად მოგეხსენებათ რომ მას შემდეგ რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედა ჩვენ ორ ქვეყანას შორის ქართველმა მძღოლებმა ამით სარგებლობა დაიწყეს და ისინი უკვე გადადიან რუსეთში თავისი ავტომობილებით გადააქვთ სხვადასხვა პროდუქცია სოფლის მეურნეობის საშენი მასალები და ამით გარკვეული სიმართლე რო გითხრათ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ მათ მაგრამ 2025 წლიდან ამოქმედდა რუსეთში ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადად 180 დღის ნაცვლად 90 დღე აქვთ უფლება უკვე იქ ყოფნისა და 90 დღეში გარკვეულად ვეღარ ასწრებენ ისინი თავიანთ საქმიანობას და რაღაც პრობლემები შეიქმნა და უკვე როგორც მე ვიცი 200-მდე მძღოლი არის დეპორტირებული რუსეთიდან. ჩვენ მოგმართეს ამ ადამიანებმა და ჩვენი ტელევიზია ყოველთვის უთმობს არა მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობების განხილვას იმ ჭრილში რომ პოლიტიკური მოტივები იყოს, არამედ ეკონომიკური, სოციალური და ჩვენ რა თქმა უნდა სიამოვნებით დაუთმეთ ტრიბუნა აი ამ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც აი ამ 90 დღის გადაცილების გამო აღმოჩნდნენ დეპორტაციის ქვეშ და დღეს სწორედ ამ ადამიანებს დაუთმობთ ჩვენი გადაცემის ტრიბუნას. მინდა გაგაცნოთ ბატონი მამუკა ფშილავა, მოგესალმებით ბატონო მამუკა. ასევე გიორგი ცოფურაშვილი, რომელიც არის ასევე მამუკას მსგავსად ძღოლი და ანუ ამ ადამიანებს შეექმნათ პრობლემები. აი, იქნება გითხრათ აი მაყურებელს თქვენ დაგვიკავშირდით თქვენ გინდათ რომ უთხრათ თქვენი პრობლემის შესახებ როგორც მოსახლეობას ასევე შესაბამის უწყებებს. აი რა პრობლემა შეიქმნა თქვენთან მიმართებით და რა სიტუაციაში ხართ ახლა? მოგესალმებით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, ჩვენ ვასრულებთ საერთაშორისო გადაზიდვებს ტვირთების საქართველოს და რუსეთს შორის და ასევე რუსეთის ტერიტორიას ვიყენებთ ტრანზიტულადაც რა. და აი ახლა ამ წლის ახალი საიმიგრაციო რეგულაციებით 90 დღემდე დაიყვანა რუსეთმა 180-ის ნაცვლად. ესე იგი წლის განმავლობაში რუსეთში ყოფნის ვადები რა. ხო და ეს 90 დღე წლის განმავლობაში ტრანზიტულად მოძრავი ძღოლი იქნება თუ რუსეთში მიმავალი და რუსეთიდან უკან სულ მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს 90 დღე ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე მით უმეტეს ფიზიკურად არ ყოფნის ადამიანს, აი ყველანაირად გვეშლება ხელი მუშაობაში რა. ამას ისიც ემატება საზღვარზე იმხელა რიგებია ზაფხულის პერიოდში ტურისტების გამო ზამთარში მოგეხსენებათ ჩვენი ყაზბეგი დიახ და დღეები იკარგება ადგილზე საზღვარზე რა და ეს 90 დღე გვეწურება ძალიან მალე და ეხლა ფაქტის წინაშე დავდექით რომ აი 80% გადამზიდავების ამ პრობლემის წინაშე ვდგევართ. ჩვენი
მიზანი და ჩვენი პრობლემა არის იმაში, რომ ეს პრობლემა მივიტანოთ საჭირო ადგილამდე რა. ანუ თქვენ 90 დღე იცოდით რომ იყო, მაგრამ ფიზიკურად ვერ შეძელით აი ამ ლარსზე არსებული აი ამ გარკვეული საცობების გამო. ამან შეგიცოდათ? კი, საცობები, კი, ორმაგად ართულებს ეს საცობები. რამდენი ახლა თქვენ დეპორტირებული ხართ უკვე, ხო? არა, მე პირადად არა. თუ გავიგე, მე აღარ შევედი. თქვენ გავჩერდი, ხო? და ბატონი მამუკა არის, როგორც და რამდენი მძღოლი არის უკვე დეპორტირებული? დეპორტირებული მინიმუმ 200-მდე უკვე იქნება. 200 მანქანა ვეღარ გადავა, ესე იგი. ნუ მანქანა შეიძლება გადავიდეთ, ძღოლი ვერ გადავა. ძღოლი ვერ გადავა, მაგრამ ვინც არ არის დეპორტირებული, შეიძლება რამდენიმე 1000-იც ეხლა ამ წუთას სახლში ზის და ვერ მიდის, იმიტომ რომ პოტენციური დეპორტის მსხვერპლი გახდა. იმიტომ რომ 90 დღე უკვე იყო. შეხვალ და ხო, გადაცილებული აქვს 80% გადამზიდავების. ეს 90 დღიანი ვადა. შეიძლება შევიდეს და უკვე დეპორტაციის ქვეშ აღმოს. ხო, იქ დეპორტში მოყვება და ამიტომ არ შედიან და აქ კიდე აქამდეც ყოფილა ეს პრობლემა. 2000-იან წლების დასაწყისში 90 დღიანი ვადა საიმიგრაციო კანონში რუსეთს ადრეც ჰქონდა და შეიძლება სხვა ქვეყანასაც, მაგრამ ჩვენი პროფესიის ადამიანებს აი ჟენევის კონვენციის ქვეშ ხო მუშაობს ჩვენი სისტემა რა. საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა 70-იან წლებიდან კონვენციის ქვეშ რეგულირდება. ავტომატურად თავისუფლდებოდით ხოლმე ამ შეზღუდვისგან. აი ეს ჩვენი საერთაშორისო გადაზიდვები რეგულირდება 70-იან წლებიდან ჟენევის კონვენციის დროშის ქვეშ რა. და ესეთი შეზღუდვა რომ ყოფილა მანამდეც ადრეც რა, აი ამ კატეგორიის ხალხს როგორც ვართ ჩვენ, რომელიც ავტომატურად თავისუფლდებოდით ამ 90 დღიანი შეზღუდვებისგან რა. ჩვენი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. და ეხლა რატო ვერ თავისუფლდებთ? ეხლა არ ვიცი ეს კანონი რომ გაახლეს ან არაპროფესიონალები იჯდა იმ წუთას ამ კანონის მიღების დროს, ან რაღაც გულგრილობის გამო, ან აზრად ან აღარ გაახსენდათ ან რაღაც არ ვიცი რა, არ გაითვალისწინეს რა არაპროფესიონალური მიდგომაა, თორე ჩამონათვალი იყო ხოლმე კანონში რომ მეზღვაურები, მძღოლები, თვითმფრინავის ეკიპაჟი, მატარებლის ეკიპაჟები თავისუფლებოდნენ ამ 90 დღიანი ვადის შეზღუდვიდან. ადრე წინა წლებში ვამბობ რა. ესე იგი 200 მძღოლი ვეღარ გადადის. ახლა პოტენციურად კიდე უამრავი ათასობით ადამიანია კიდე. თქვენ რა პროდუქციას გადაგაქვთ ისე? მე პირადად ქართულ ხილზე და ბოსტნეულზე ვმუშაობ. და რუსეთიდან აქეთ საკვე პროდუქტები. ნუ ფაქტობრივად ეხლა ესე გამოდის რომ 90 დღე რო არის დაწესებული. ადამიანს უკვე რამდენი რეისის გაკეთება შეუძლია 90 დღის განმავლობაში? 90 დღეს მაგალითად დახარჯა აი 5 თვეში რა, წლის განმავლობაში. რამდენი რეის გააკეთებ? 4-5 რა. ეხლა იქ წარმოგიდგენიათ მეგობრებო, ეხლა 5 რეისი რო გააკეთოს მძღოლმა რუსეთის მიმართულებით. ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ მთელი წელი თუ ადამიანმა უნდა რაღაცაი დააგროვოს, ხო, რაღაც სარჩოსაბადებელი. 5 რეისის იხელა შემოსავალი ვერ შემოუვარო, ოჯახი შეინა. თქვენ უკვე დეპორტირებული ხართ, ხო? აი როგორ აღმოჩნდა ეს თქვენ გვია გაიგეთ, ხო, ეს აი ამის შესახებ. ჩემ შემთხვევაში მე მქონდა სბერბანკის კარტა. SMS-ი მომევიდა, მედეში მიდითო და განაახლეთ. გამასობაში ხო ბანკში მივედი ამ კარტის აღსადგენად. ხო და მითხრეს რომ დაბლოკილი ვიყავი. მივედი ბანკში. ბანკმა საიმიგრაციოში გამაგზავნა და საიმიგრაციაში რომ მივედი მეგობარი დამხდა იგივე. ჩემნაირ პრობლემაში. დიდი ხნის განმავლობაში 3 წუთის განმავლობაში 5 წუთი დავდამა და გადავიყვანეს MVD-ში. რეალობაში რო თქვა გუმანურად მოგვიცეთ, კოხტად მოგვიცეთ ამაზე დიდი ხანი, ნუ დიდი და საღამოდე კი ვარ ვიყავით გაჩერებული, მაგრამ როგორც პიროვნებას ისე პიროვნებებს ისე ნორმალურად მოგვიქცეთ. ამასობაში შეაგდინეს აქტი, რომელიც ჰქონდა დარღვევა 90 დღე, გადაცილებული ჰქონდა 90 დღე და გაცილებით გამოგვიყვანეს. ეს 6 მანქანა ვიყავი ჩვენ ერთად. გაცილებით გამოგვიყვანეს. ამასობაში საზღვარზე რო გამომედით, საზღვარზე ჩვენთვის დეპორტი არ ჩაუტყიათ, მაგრამ მე დროით ვისარგებლე, იმიტომ ამ დღეში მქონდა გასაჩივრების ვადა, ხო და ადვოკატს ვიმართ.
ხოდა ჩემი საქმეა ადვოკატი წაიყვანს რა იქნება და არა ადვოკატი არა თუ გადაცილებული და ადვოკატი რას გიშველი ხო მაგრამ მე თვითონ არა ვარ დარწმუნებული გამი 5 წუთში როგორ შემიდგინეს ესა და როგორ არა მე თვითონ არა ვარ დარწმუნებული 90 დღე მაგადაცილებული გასაგებია მაგრამ ფაქტი ერთია რომ ამ 90 დღის განმავლობაში ბევრი ქართველი მძღოლი უკვე როდესაც დეპორტაციის ქვეშ ხდები მე უკვე 5 წელი ვეღარ შეხვალ ხო? კი ბატონო. ესე იგი ეს არის დაღუპვა ადამიანი. დაღუპვა აქ ხალხს მარტო მე კი არა ნუ უმრავლესობას ბანკით ხალხს ბანკები ნაყიდი. აქეთ პასუხი რა გავცეთ ბანკს სამუშაოს ხო გზა ჩვენ არ აქვს. მე აი ერთ რამეს გეტყვი თქვენ ეხა უბრალოდ ყველას გასაგურო. თქვენ სიმართლე რო გითხრათ ამაზე აჟიოტაჟი უნდა აგეტეხათ მაშინ როდესაც 90 დღეზე მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ რომ ურემი სანამ გადატრიალდება მანამდე აქამდე რატო არ იყო? არ ვიცოდი და ჩვენ. როგორ 90 დღე არ იცოდი თქვენ 90 დღე რო იყო? მე ვიცოდი. ხო და არა მე რას ვფიქრობ იცი გასაგებია ერთი ბედალს ორი მხარე გააჩნიაო ერთი ის რომ რა თქმა უნდა არ უნდა მიღებულიყო ეს კანონი ეგ ერთი მაგრამ ეგ კანონი მიიღო რუსეთმა მაგრამ ჩვენ უნდა ყოფილიყავით აი თქვენ რაც თქვით კი მიიღო რუსეთმა ეს კანონი მაგრამ ჩვენ მძღოლები არ უნდა მოხვედრილიყო ამის ქვეშ ეს რაღაც ორმხრივი თანამშრომლობის ხელი იმიტომ ვიძახი რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობები მარტო იმაში კი არ გამოიხატება ზოს გონია რომ აქ ცხინვალისა და სოხუმის საკითხი წყდება მარტო აქ არის აი ელემენტარული ეკონომიკური საკითხები აი ეს თანამშრომლობის რეჟიმი ეხა ჩვენ საელჩო ფაქტობრივად არ მოქმედებს იქ არის წარმომადგენლობა რუსეთსა და დიპლომატიურ დონეზე ჩვენ არ ვსაუბრობთ არის რაღაცა მინიმალური კონტაქტები ეხლა აი ეს სიტუაცია ეხლა მე ვფიქრობ ბევრმა ეს აქამდე უნდა დაწყებულიყო ამაზე საუბარი მე სიმართლე რო გითხრათ ეხლა აი ეს თემა რომ მძღოლებსაც ეხებოდა მეც პირველად გავიგე მაგრამ თქვენ ვინაიდან ჩართული ხართ ამაზე მე მგონი ადრე უნდა დაგიწყოთ ამაზე ლაპარაკი კი ადრე უნდა იმიტომ რომ ეხლა ადრე რო დაიწყე ეხლა უკვე ისეთ სიტუაციაა რომ ეხლა პოსტფაქტუმ არის ეს ყველაფერი და რატო არ დაიწყეთ ამაზე ლაპარაკი იმედი ქონდა ბოლომდე რომ ჩვენ ამ სიაში არ ვიქნებოდით რა ყოველთვის ეს ხდებოდა ტრანსპორტის სამინისტროს რეკომენდაციით ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ავტომატურად ამ შეზღუდვიდან თავისუფლებოდი მე მინდა ხელისუფლებას მივმართო იცით რა ნუ დავღუპავთ ამ ხალხს რა ეს არის შრომელი ხალხი რომლებიც გაჭირვებულად ესე იგი რაღაცნაირად ესე იგი ცდილობს თან ამას ობიექტური მიზეზები აქვს კაცო იქ რამდენი ხანია რამდენი დღე ხართ გაჭედილი 3200 მანქანა ვიყავი არა რამდენი დღე ხართ გაჭედილი იქ ლარსე 3200 მანქანა ვიყავი და დღეში გადის 20 არ ხო და რამდენი დღე ხართ იქ ორი კვირა მაინც მე ბანკმა მისაშველა ერთი წამით გეკითხებით რამდენი დღე ხართ მეთქი 20 ხდება 25 მაგას გეუბნები და 20 დღე თუ კარგავ ადამიანი საზღვარზე და 90 დღის უფლება გაქვს. მაშინ 5 რეისაც ვერ გააკეთებ. რა 5 რეიზია ლაპარაკი? 5 რეიზ კი არა 2 რეიზს ვერ გააკეთებ. 20 დღე თუ საზღვარზე ხარ. 20 დღე იქიდან, 20 დღე აქიდან. ეგ შენი 40 დღე, ხო? პლუს კიდე იქაც ხო კიდე გადაადგილება იქ რუსეთის ტერიტორიაზე. გამოდის რომ 5 კი არა 2 რეისი თუ გააკეთებ ადლობაურად. ხო და ამას თავისი მიზეზები აქვს. ესე იგი რაღაცნაირად უნდა მივიღოთ ხელისუფლებამ უნდა რაღაცა ითანამშრომლოს რუსებთან რომ ეს არ გავრცელდეს სატვირთო მძღოლებზე, არ გავრცელდეს ვიც აი ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული ალბათ, ხო? ბატონო ნიკოლოზ. დიახ. კორონის დროს ტრანსპორტი არ გაჩერებულა, ჩვენ გადამზიდები. ჩვენ ნებისმიერ ქვეყანაში შევდივდი და გამოვდიოდი. რუსეთშიც? რუსი ყველგან. დიახ. შეზღუდვა არ ქონდა. ეხლა შეგუდეს აგე რა და მე თხოვნა გვაქვს რომ სამსახურებმა არა ჩვენ არ ვიცით რომელი სამსახურია რა სამსახურია ჩვენ თხოვნა ის იქნება რომ ხალხს მომხედოთ ჩვენ სხვა გასაგანი არ აგვაქვს იყო რამე შეხვედრები ქონათ არა შესაბამის უწყე არ გიტდიათ ვიყავი საკონსულოში ვიყავი ასული და ვიკითხე სამომავლოში ან რა ხდება რა არის სხვა გამოსავალი ან ვის სამუშაო ვიზები ან რამე ასოხი მომწეს რომ არანაირი ვიზები არ გაიცემა ასლაპარა ნუ არ ვიცი აი მე მინდა რომ აიქცება რაღაცნაირად ეხა თქვენს უკვე შემოჭილი ხართ 2000-მდე მძღოლი არის ხო ეს ვინც დადის ესე რეისებზე მინიმუმ 2000 მძღოლი ესე იგი გამოდის რომ ამ ხალხს ჩვენ ვტოვებთ ლუკმაპურის გარეშე იმიტომ რომ თუ ეს ხალხი ეხა ვერ იმუშავებს ვერ გადაადგილდება ვერ გადაიტანს ტვირთს ესე იგი არის კატასტროფა ამ ხალხისთვის ხო
თქვენ ეხლა ძირითადად მარტო რუსეთზე მუშაობთ თუ სხვაგანაც და მარტო რუსეთი, ყაზახეთი, თურქეთი. ანუ ევროპაში გადიან ქართველი მძღოლები? კი, ევროპის მიმართულებითაც მუშაობს, არის ფირმები გადამზიდავე რუსეთის ტრანზიტის გავლით. ეს ეხლა დაიწყო, აი 1-2 კვირის ამბავია ამ დეპორტების თემა. რუსეთში რამდენი დადის? ბევრი თუ ცოტა? ბევრი კაცო, ბევრი. რუსეთში მეთქე, ევროპაში. ევროპაში საკმაოდ დადია რა. მაგრამ იქ პრობლემები არ არის შეზღუდვების დღეებთან. არა, დღეები იქ ისევ 180 დღეა და რუსეთის ტერიტორიას ტრანზიტად რო იყენებ, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთ დაგლოკაცია? რუსეთიდან ვერ გახვალ ევროპაში უკვე. რუსეთში ვეღარ შეხვან. და ევროპაში რუსეთიდან მიდიოდით, ან თურქეთიდან. ხო, ან თურქეთიდან. ეხა თურქეთიდან უნდა გავხდეთ. თურქეთიდან მოუწევთ. მაგრამ თქვენ ევროპაში რუსეთიდან არ ქვეყნებში დადიოდით. ბალტიისპირეთი, პოლონეთი. ანუ ეხა პოლონეთში ვეღარ წახვალთ უკვე. ვერ, მაშინ თურქეთიდან რა. და თურქეთი მომგებიანი აღარ არის. აღარ არის, ხარჯი. ნუ აღარ ღირს უკვე. ხო და მაგას გეუბნებიან თუ პოლონეთში ვეღარ გახვალთ მეთქი. ეხლა ბაზე შეიძლება წახვიდე, იხელაგის დაარტყა, აზრი აღარ აქვს, უკვე მოგება. ბატონო, ბალტიისპირეთში, ფინეთში დადის ხალხი, ფინეთიდან ტვირთები ჩამოდის, ჩადის იქით. ნუ ეს პრობლემა აი ძალიან მასშტაბური გახდება სულ უახლოეს მომავალში. ეს ტრანსპორტის სამინისტროს ეხება ეს საკითხი, ხო ესე იგი? კი. მე მივმართავ რომ აი ტრანსპორტის სამინისტროს რომ მოდით რა ეხლა რაღაცა დაიწყეთ დიალოგი რუსეთთან რა იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ რაღაცა მძღოლები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები გავწიროთ საშიმშილოდ რა ეხლა რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა სიტყვაზე ან თქვენ ან სხვა თქვენც ფაქტობრივად ვეღარ გახვალთ უკვე დეპორტაცია არა გაქვთ მაგრამ ვერ შეხვალთ და მე მგონი რომ ჩვენმა საელჩომაც აი ნუ საელჩო არ არის რუსეთში მაგრამ წარმომადგენლობა იქ ასევე ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა. დღეს 5-ია, ხვალ 20 იქნება, ზეგ 50. ხალხის მასა 200-ია უკვე თქვენ თვითონ იცით. ნუ სიტყვაზე ვლაპარაკობ, ხა ჩვენ ხო ვერ დავთ, მაგრამ ეს ფაქტი გამოჩნდება ერთ თვეში ვინ რამდენია. ხალხი იქ წასვლას უკვე ვინც იყვნენ, წასვლას ერიდება. ტრანსპორტი მოძრაობა, ეკონომიკაზე მოქმედებს ვიციდეს ყველა. ყველაფერი გაიზრდება. ფასები, ყველაფერი ეს გლეხოვაზე მოქმედებს, ხალხზე მოქმედებს, რომელიც ისედაც ძვირს გაგვაქსული და კიდე ფასი მომიმატება, რა ვქნათ მე რას საშუალება გამოვნახოთ. ეხლა მით უმეტეს აგერ სეზონი მოდის ციტრუსების, ხო? ხალხს გააქვს ეს ციტრუსი, მანდარინი, პორტოხალი, ეხლა თუ ეს ძღოლები ყველა ესე დღეში ავარ და ვინ გაიტანს ამას? ელი ეს სფერო ამ სეზონს ელოდებოდა. ეხლა პარალიზება მოხდება ტვირთებისაც, ამ ტრანსპორტისაც. აი თვის ბოლომდე კატასტროფა იქნება რა. დარწმუნებული ვარ. და ვინმე სხვა ისარგებლებს მე ალბათ ჩვენი ამ სიტუაციით სხვა მძღოლები გაიწევს. ალბათ რუსული ფირმები თუ შემოვლენ რა, მე რუსი მძღოლებით რა. მე ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხელისუფლებას მივმართავ რომ აუცილებლად აგერ ეს ორი ადამიანი წარმოადგენს ათასობით იმ მძღოლს რომლებიც ასეთ დღეში არიან უნდა რაღაცნაირად დავეხმაროთ ამ ხალხს იმიტომ რომ სხვანაირად ფაქტობრივად უმუშევრობაზე არ არის საუბარი პროდუქცია ვერ გავა ქართული აქ მარტო ამ ადამიანებზე არ არის პროდუქცია ვერ გავა ქართული ვერ შემოვა იქიდან კიდე რაღაც პროდუქცია და კატასტროფა იქნება რა ეს აბარა დეფიციტში გავალთ და ფასებზე პირდაპირ ხო დაარტყავს და კიდე რა ხდება აი თურქეთში მაგალითად ეს შეზღუდვა 80 დღეზე მერე სამუშაო ვიზა კეთდება და 90 დღის მერე იხანგრძლივებ ამ ვადას აი სხვა ქვეყნებში მსგავსი რაღაცეები არის რომ ამ 90 დღეს შემოუარო ხო და აი ჩვენთანაც რაღაც რეგულაციებია საჭირო გასაკეთებელი კარგი დიდი მადლობა ბატონი გიორგი ცოფურაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმარი და მამუკ აბშილავა იყვნენ და მე მიმართავ ხელისუფლებას რომ და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია ჩართული ასევე რა იცით თუ ამ საკითხს ჩვენ ერთობლივად არ მივხედეთ ეს ქვეყნისთვის იქნება საზიარო. მოდით ზოგიერთმა პოპულისტ თავი დაანებეთ და მარტო რაღაცა მორალური და პოლიტიკური პედესტალიდან კი ნუ ვილაპარაკებთ, რაღაც ამ გაჭირვებულ ხალხსაც დაეხმარეთ. ერთი რამდენიმე ადამიანმა დამირეკა რომ მიუმართეთო რუსეთშიო ქართველებსო და ვინც რაღაცას წარმოეგო ჩვენი საქმე არ არისო ჩვენ არ გვეხებაო. აბა რა არის თქვენი საქმე ვერ გავიგე.
რა არის თქვენი საქმე რომ იპოზიოროთ კამერების წინ ეგ არის თქვენი საქმე მარტო და რაღაცა ბოდიში იაფასიანი ქულები ჩაიწეროთ რომელიც არაფერში არ გშველით მაინც ურეიტინგოები ხართ და არავითარი ავტორიტეტი არ გაგაჩნიათ ქართული ხალხში ეს რაღაცა უნდა ყველა მერთობლივად ეხლა მე რა შემიძლია ვაკეთებ აგერ გუშინ დაბირეკა ამ ხალხმა დღეს მოვიწვია იმ წუთასვე და რა შემიძლია მე ამ ხალხის გვერდში ვდგევარ მე ახლა არა მაქვს ჯადოსტური ჯოხი დავარტყა და პრობლემა გადავწყვიტო ეს ახლა ამ გადაცემას უამრავი ადამიანი უყურებს მათ შორის ხელისუფლებაც მათ შორის შესაბამისი უწყებები და მინდა რომ ყველამ გაიგოს რომ არ უნდა დავტოვოთ ქვეყანა დილემის წინაშე აქ მარტო მძღოლების 2000 მძღოლის ულუკმაპურო დატოვებაზე არ არის საუბარი აქ არის იმაზე რომ ქართული პროდუქციის გასაღება ვერ მოხდება ვინ გაიტანს ამას ეხლა მძღოლი ყველა კი არ არის კაცო ეხლა ეს თუ დეპორტაცია მოხდა ამ ადამიანის ეხლა სატვირთო მანქანაზე ვინ დაждდება თუ ყველა დეპორტირებული იქნა. მეგობრებო გადაიჭრას. დიდი მადლობა მინდა დიახ. მინდა მიმართო ბატონ მამუკას. ბატონ მამუკა ფიფიას. ჩვენ სახელოვანო ქალაქის თხოვთ ბატონ მამუკა. თქვენი შესაძლებლობის დაგვარად ყურადღება მოგვაცია და ხმა მიაწვდინეთ შესაძლებლობის დაგვარად სადაც საჭირო არის. თქვენი იმედი დიდი გვაქვს. კი ბატონო მეც დარწმუნებული ვარ რომ ბატონი მამუკა ყურად იღებს ამ ყველაფერს მას ახლა ბევრი ისეთი არ გააჩნიაო გარკვეულწილად უფლებამოსილებები იმიტომ რომ ის არც საელჩია და არც ხელისუფლება მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყავს იქ შესანიშნავი წარმომადგენლობა მერკვილაძის სახით აგრეთვე წარმომადგენლობა რუსეთში ძალიან კარგი პიროვნება და ასევე ყავს ჩვენ ძალიან კარგი შესაბამისი სპეციალიზაციის ადამიანები იგივე საქართველოში მარტო რუსეთს მოვკიდებთ ამას რომ თუ ქართულმა მხარემ არ დაიწყო ამაზე საუბარი რუსეთს აზრია შენი გულისთვის არავინ თავს არ ბუდიში და მოიკლავს ნამდვილად მადლობა მოგახსენებთ სვირფასო მეგობრებო და წარმატებებს გისურვებთ და ავიც იმედია რომ ეს პრობლემა გადაწყდება თქვენს უქმესი მადლობა ბატონო მიგოს ერთი ზარი და პასუხი გამიცეთ ეგრევე გაჭირვებული ხალხის პრობლემა მიგაქვთ გულთან გაიხარეთ მე რაც შემიძლია ყველანაირად გვერდში დაგიდგებით გაიხარეთ რაც შემიძლია ყველანაირად დაგიდგებით მე მიმართავ შესაბამის უწყებებს რომ ამ ხალხს აუცილებლად დახმარება აღმოუჩინოთ და მარტო ამ ხალხს კი არა ქვეყანას იმიტომ რომ ამ ხალხის უკან დგას საქართველო იმიტომ რომ ეს ხალხი ემსახურება ჩვენს ქვეყანას ეს ხალხი არის ჯარისკაცები ნამდვილი ჯარისკაცები იმიტომ რომ ქართული პროდუქცია გააქვთ, ქართულ გლეხს ხელს უმართავენ, იმით მერე ქართველი გლეხი ხეირობს, იმით შემდგომ ქართული პროდუქცია შემოდის და ანუ ეს ჩვენ ამ ადამიანებს კი არ ვეხმარებით, საქართველოს ვეხმარებით, როდესაც ამ ადამიანებს ხელს გაუმართავთ. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ხედავთ რომ რაოდენ დიდი პრობლემები გვაქვს ჩვენ აი ამ ურთიერთობების არ ქონის გამო დიპლომატიური ურთიერთობების ადგენას იმიტომ ვითხოვთ რომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან რო კონდეს ამ ძღოლებსაც არ შეექნებოდა პრობლემები და არც გადაზიდვებზე იქნებოდა პრობლემები და არც ეხლა ეს ათასობით ძღოლი დეპორტაციის ქვეშ არ იქნებოდა ასევე სხვა პრობლემები არის კიდევ დღეს აი რუსეთთან კავშირშია ეს ყველაფერი ესე იგი ამ ნაცხროვ ამ დღეებში გაავრცელა საკმაოდ ისეთი სახელგამტეხი ცილისწამებლური ინფორმაცია ერთ ნამდვილ ქართველზე რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ხშირად სტუმრობს საქართველოში ქართველი კაცია ნამდვილი პატრიოტი ზარკო ივერიელი რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს რუსეთშიც საქართველოშიც და ჩამოსულიყო ეს ადამიანი ამ აქციების მშენებლობის დროს და რაღაც ვიდეოც გადაიღო იქ იყო რუსთაველზე როდესაც ეს აქციები მიდიოდა აი ამ 4 ოქტომბერს და მანამდე Учитывая, конечно, по этим синим тряпочкам, здесь находятся евролиберасты. Я первый раз их вживую вижу, бля. Весело, весело. Захожу на вражескую территорию. И украинский флаг тут есть. Блядь, жалко. Жалко, забыл я свой флаг. В масочках, антиреспиратор, чтобы их не разогнали.
Ну вот это наркоманская мафия. А вот гнида из пенитенциарной системы стоит в очках. Ага. Ну, смотря, конечно, по лицам некоторых, от полиции пиздюлей они получили. Потому что у некоторых слезы на глазах. Короче, антиправительственный митинг, да. Так, посмотрим, кого я здесь узнаю. Сука, где мой сербский флаг, а? Забыл. Нет, никого не узнаю. Да. Короче, нехуй здесь ловить. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდვები დაუხებსი სრულიად საქართველოს პატრიარქი თვალს შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედოს საქართველოს თავისი მოწყალეთ მომент ამ ბადბინოსამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიგეთ მოპატიეთ ჩემს ერთმან შეგინდოთ უბრალოდ დააბრალეს ის რომ თითქოს ეს კაცი რაღაცა ბრძოლობდა უკრაინაში. დღეს ჩვენ ეს ადამიანი გვეყოლება თვითონ გაგვარკვევს რა ხდება, როგორ ხდება ამ სიტუაციაში, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აი ესეთ ცილისწავლებრივ ინფორმაციებს ავრცელებს თავარი არხი და აი ამ უწყინარი ვიდეოს გამო, სადაც აი ამ კაცმა რაღაცა პატარა ვიდეო ჩაწერა თბილისში ყოფნის დროს. ეხლა კი მეგობრებო, აი ჩვენ გვეყოლება ეთერში ბატონი ზარკო ივერიელი რუსეთიდან გვიკავშირდება და ის თვითონ გვეტყვის რაშია საქმე. მოგესალმებით ბატონო ზარკო. გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ. აი მოკლედ გვიამბეთ რა მოხდა, როგორ მოხდით ამ გაუგებრობაში, ამ ნაცხროვის პირში როგორ ჩავარდით და აი გითხარით იქნება აი რა იყო და როგორ იყო. ხო.
მოკლედ სიტუაცია იყო ასეთი, რომ მე საქართველოში ხშირად ვარ ხო და მინდოდა ლამაზი ბუნების ნახვა და ვსეირნობდი იქით-აქით. და დადგა დრო, რომ თბილისში ჩავსულიყავი და ჰოტელი დამიჯავშნია და მინდოდა მანქანის დაყენება, მაგრამ ალექსანდრ ჯუმას ქუჩა იყო გადაკეტილი და დავტიე მანქანა ცოტა შორს. მივდივარ ფეხით და ვეკითხები პატრულ ინსპექტორს, რა ხდება მეთქიო? აქციაო. აი მივდივარ კიდო შევეკითხე, რა აქცია მეთქი, კი მარა, ნარკომანების აქცია ხომ არაო და პატრულ ინსპექტორმა დამიდასტურა, კიო. ოკეი. წევე მე პარლამენტისკენ, მანქანა დავტიე, ჰოტელი დაჯავშნე, წევე პარლამენტისკენ და ჩემთვის გადავიღე, ჩემი ბლოგისთვის, Telegram არხზე ბლოგისთვის გადავიღე პატარა ვიდეო. იმიტომ რომ მე როგორც ქართველი ადამიანი შევედი ჩემი იდეოლოგიური ოპონენტების წრეში. ანუ საერთოდ სხვა ხალხში, მე ქართველმა შევედი სხვა ხალხში. ხო და გადავიღე ვიდეო ჩემთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი გამომწერებისთვის. ხო და ეს ვიდეო მე ვინც ხა მეიპარა უკრაინაში, რომელიც ხა იმყოფება ახლა, მეიპარა ეს ვიდეო და თქვა აფსუანელი სეპარატისტიო, რომელიც ხა იბრძოდა რუსეთის მხარეს უკრაინაშიო, თავისუფლად შეირნობს საქართველოშიო. მე რაც არის ყველაზე საზიზღარი რომ თავარ არხმა ეს ციტატა გააკეთა საკუთარ გვერდზე. ეს იმ არხმა, რომელი უფუჭებს სახელს ნებისმიერ ადამიანს. ხო და გააზიარეს ეს ციტატა გააზიარეს და გააზიარები რეპოსტები წავიდა მერე. ხო და ჩვენ ახლა ხომ ვიცით როგორი ხალხია, როგორი ხალხი უყურებს თავარ არხს. ხო და დაიწყო ცილის წამებები და მუქარები, ვინაა ესო, ასე და ისეო, გინება და ლანძღვები. კაი. ეს დავიკიდე. მაგრამ თავარ არხმა რაც გააკეთა, ეს იყო ბინძური საქციელი. კი, მაგრამ თქვი ჩემზე. შემოვიდა ბნელი გრუზინი, მტერი და ასე შემდეგ, ხო? კომპლიმენტი იქნება ჩემთვის, მაგრამ რატომ მიწოდებ იმას, რაც არ ვარ? თანს აფსუანელი სეპარატისტიო, როცა TikTok პლატფორმაზე მე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისთვის ფანქარზე ვარ დაწერილი როგორც ერთ-ერთი ქართველი მტერი მაგენისთვის. ეს პირველი მომენტი. მერე გავიდა ცოტა დრო, მე ეს ყველაფერი დავუწერე ოფიციალურ მაილ გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გავაფრთხილე, რომ ასე და ისე თუ თქვენ ამ ყურების მერე შეგეპარებათ ეჭვი ჩემს პიროვნებაში, დაკითხვაზე ნებისმიერ დროს მოვალ, როცა საქართველოში ვარ. არ არის პრობლემა, იმიტომ რომ არაფერი დასამალი არ მაქვს მე. მერე გავიდა დრო, ხო და სხვა ინფორმაცია დაიდო ვიღაცა რომა ქართველი რემბო პლასმასის პისტოლეტი დავით კაცარავა. იმან დადო მერე ჩემზე ინფორმაცია, რომ ეს თურმე აფსუანელი სეპარატისტი არ ყოფილაო, ჩვეულებრივი რუსეთზე შეყვარებული, გადაჯიშებული ქართველიაო. ახლა მე უკრაინე, რომელიც ხაი ადრე რუსეთში იღებდა კინოფილმებს, კი მაგრამ მხოლოდ პორნოგრაფიაზე დაურჩა, რომ გადაღებულიყო და ბოივიკებში რომ იღებდა ფილმებს და ახლა რომ გონიათ რემბო თავი, მე კი მაგრამ რატომ მიწოდებს ასეთ სიტყვა, რომ გადაჯიშებული ვარ? როცა ერთ მხარეს იყო, ახლა მეორე მხარესაა. ხო და მერე უკვე მთავარ არხმა დადო მისი ციტატა, რომ თურმე ხო, მაგი არ ყოფილა აფსუანელი სეპარატისტი ჩვეულებრივი რუსეთში შეყვარებული ქართველი გადაჯიშებულიაო. დამიმტკიცე კი მაგრამ რომ გადაჯიშებული ვარ. რით? იდეოლოგიით? თუ მე არ ვეთანხმები შენს ევრომეკავშირი იდეოლოგიას, მე ვარ გადაჯიშებული? ვერავინ ვერ მიჯდება დებატებზე, ვერავინ ვერ მიმტკიცებს ამას. რუსეთუმე. რუსეთში ვარ მე ერთადერთი ადამიანი, ვინც ხარ ნებისმიერ შეეკითხე, რომელი ყოველთვის ხმამაღლა ამბობს, რომ აფხაზეთი და ზემო ქართლი, არანაირი სამხრეთი ოსეთი, ზემო ქართლი ქვია ამ ტერიტორიას. ეს საქართველოა, პლუს ვამატებ კიდე ტაოს და ჰერეთის და დალშე. ასე ბატონო ზარკო, მაგათმა თქვენზე რო ეთქვათ, რომ ეს დიდი მამულიშვილი ჩამოვიდა რუსეთიდან, აი მაშინ ქონდა თავი მოსაკლავე. მაგათმა რაც თქვენს ეს სიბინძურე,
ეს ის არის ყველაზე საგანგაშო რომ თქვენ გიწოდეს აფსუა თორე ეხლა თქვენზე რომ რაღაცა 1000 გვარი სხვა ეპიტეტები იხმარეს ეს გასაკვირი არ არის მასე მოგვიხსენიებენ ჩვენს და ყველა იმ ქართველს ვინც ეწინააღმდეგება მათ იდეოლოგიას მაგრამ ჩემთვის იყო გასაკვირი რომ აი ეს აფსუა საიდან მოიტანეს ამ იდიოტებმა მართლა რომ კაცი რომელიც ეხლა ჯერ ქართული სახელი ზარკო ივერიელი რატო უნდა დაირქვა აფხაზმა ზარკო ივერიელი მე თავისუფლად შეეძლოთ შესულიყვნენ თქვენ გვერდზე და დარწმუნება იმისა რომ არავითარი აფხაზეთთან თქვან კავშირი არ გაქვთ აი არ ვიცი ეს მართლა ფანტასტიკა არის აი რატო გააკეთეს ეს გეუბნებით ახლა გეტყვით TikTok პლატფორმა სადაც მე ვარ სადაც არის ჩემი არხი მე იქ სტრიმებზე ადრე ვიყავი აფხაზეთის წარმოადგენლებთან მაგრამ საქმე იმაშია რომ მე როგორც მაგენის ოპონენტი კულტურულად ველაპარაკებოდი და ვუმტკიცებდი ჩემს სიმართლეს რომ აფხაზეთი საქართველოა მაგრამ კულტურულად მაგენისთვის აფხაზეთის მოსახლეობისთვის არანაირი ჩემზე ბინძური ინფორმაცია არ გადიოდა და ეს გაუკვირდა მე აგენს რომელს ხაი აგინებენ დედას ყოველი დღე არანაირი კონსტრუქციული დიალოგი მაგენთან არ მიდის და ერთადერთი ვარ მე რომელი ნორმალურად ელაპარაკება მაგენს გინდ ოპონენტები არიან ჩემი და იმიტომ არ მოწონთ ეს და დამარქვეს ასე აფსუანელი სეპარატისტიო ხო რა ყოველი დღე თუ იქნებოდი დაკავებული მაგენის გინებაში და მაგენის ოჯახის და ასე შემდეგ მაშინ კი მე ვიქნებოდი კაი ბიჭი მაგენისთვის და თქვენ აპირებთ თუ არა სამართლებრივად აი გარკვეული ამ ცილისწამებისთვის თავარ არხს უჩივლოთ იმიტომ რომ ეს ინფორმაცია გაავრცელეს კი მე ვაპირებ იმიტომ რომ ჩემი კეთილი სახელის დისკრედიტაცია მოხდა შენ დამარქვი მე რაღაც სხვა კი მაგრამ მტერი დამარქვი ევროპის მტერი დამარქვი მაგრამ აფსუანელი სეპარატისტი და გადაჯიშებული ქართველი და რომელს ხა იბრძოდა ცხოვრებაში არ დამიკავია რაღი ხელში მხოლოდ წყალის პისტოლეტის გარდა ბაღნობაში ხო და რას მიწოდებ კი ჯერ ფიზიკურადაც ვერ იქნებოდით რამდენი წლის ხარ თქვენ მაშინ ომი რო იყო თქვენ იქნებოდით ალბათ ერთი 10 წლის ბავშვი ხო მაშინ როდესაც 34 წლის ვარ ხო და მაგ დროს ომი რო იყო იქნებოდი 7-8 წლის ბავშვი იქნებოდით მეთქი მაგენი ფიქრობენ ალბათ რომ ახლა ვომობდი მე არა გასაგებია თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ და გულთან არა მე არ ნერვიულობ მე უბრალოდ მიკვირს რომ დამიძახე ევროპის მტერი კი თუ გინდა რუსეთუ მეიძახე რამდენის გინდა ნუ მიძახე იმას რაც არა ვარ რუსეთუ მეიგონე ამაში წაგიგი მოგიწევს მე პასუხისმგებლობა რას ნიშნავს რუსეთუმე რა რუსეთში ვარ მე და ვამტკიცებ რუსებს ვამტკიცებ რომ აფხაზეთი საქართველოა და პლუს კიდო გადაფიქრებული აქვს უკვე ხალხს ხო მეთანხმებია იმიტომ რომ კულტურულად და ნორმალურად ვუხსნი კი ბატონო მე ბატონო და რაც ეხება საჩივარს რა თქმა უნდა ეს დროს საკითხია და რა თქმა უნდა თავარმა არხმა ეს ამაზე პასუხი უნდა აგოს ეს არის დისკრედიტაცია იმიტომ რომ გამოიყენა საკუთარი მასმედია და ჩემი სახელი გაფუჭდა კი ეს რა იცი პირველად რომ დადო ინფორმაცია ხო გავრცელდა ეს ინფორმაცია უკვე მეორეჯერ რომ დადო ინფორმაცია რომ თურმე არ ყოფილაო ეს არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ პირველმა ხალხმა შეიძლება ეს უკვე არ დაინახოს და მაგენის ტვინში მე უკვე შეიძლება დავრჩე აფსუანელი სეპარატისტი თურმე გასაგებია მე მაინც მოგიწოდებ თქვენ რომ და კიდე ერთი რამე მინდა თქვა ბატონ ნიკოლას მასმედიის მეშვეობით ერთი რამე მინდა კიდევ თქვა ვინც მემუქრებით ინტერნეტში ხო საქართველოში ვარ არ ვიმალები და დიდი თხოვნა მექნება მხოლოდ ერთი ერთზე მოით ნებისმიერი ოღონდ ერთი ერთზე მეტი არაფერი არ მინდა მაგრამ ნუ იმუქრებით საერთოდ გავანებეთ თავი რა ჯობია შეგეშალათ რინგი გასაგებია მე წარმატებებს გისურვებ სარკო იმიტომ რომ ძალიან კაი ადამიანი ბრძანდებით ვიცნობ თქვენს გარკვეულწილად და ამ აქტივობებს და ნეტა თქვენაირი ქართველები კიდევ ბევრი ყავდეს საქართველოს რუსეთში იმიტომ რომ თქვენ საქართველოში ხართ რუსეთში ხართ საქართველოს წარმომადგენელი და ქართულ ინტერესებს გამოხატავთ და ამიტომ ძალიანაც ნუ მიიტანთ გულთან მაგრამ შეურაცხყოფას უბრალოდ მაინც პასუხი უნდა გაგეცათ და ჩვენ ახლა უამრავი ადამიანი გვიყურებს
და ყველა გაიგებს სიმართლეს. მე ჩემთვისაც შოკი იყო ყველაფერი ის რაც ვიხილე. მართლა ხა ჩვენ შეჩვეული ვარ, ჩვენც გვეძახიან ესენი პრორუსებს, რუსეთის აგენტებს, პუტინის აგენტებს და ეს იავნანასავი ჩამესმის ყურში, იმიტომ რომ ეხა მაგათვის ბოდიში და მაგათმა რო კარგი თქვან ჩემზე, მაშინ უნდა დავხუროთ ეს ტელევიზია ალბათ, ხო და ამიტომ მე წარმატებებს გისურვებთ და გამძლეობას და გააგრძელეთ ისევე როგორც აგზელებდით აი ამ ტრების ჯინაზე და ისე იყავით როგორც ადრე იყავით. წარმატებები და თქვენი ცით. გაიხარეთ, დაბა გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. გაიხარეთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი ძვირფასო ტელემაყურებლებო იყო ყაზანიდან ზარკო ივერიერი, რომელიც გახდა აი ამ შეურაცხყოფებისა და ცილისწამების მსხვერპლი ეს ადამიანი. ნუ რა გასაკვირია ხა ნაცხროვა სგან აბა სხვა რას უნდა ელოდე კაცმა და ამიტომაც არის რომ ყველა ეს ტელევიზიები არის დასახური და ყველა ეს ტელევიზიები არის ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს სამსჯავროზე გამოტანილი არათუ დახურული როგორც აი ნაცისტების იდეოლოგიები გაასამართლეს ისე უნდა გასამართლდნენ მთავარი არხი TV1 და ფორმულა ამით მე მინდა დაგემშვიდობო ძვირფას ტელემაყურებლებო ხვალ შევხვდებით ერთმანეთ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ